9 აპრილი 1989 წელი თბილისი რუსთაველის გამზირი 10,000-ობით ადამიანი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ. მათი მოთხოვნა იყო ერთი: საქართველოს დამოუკიდებლობა. მშვიდობიანი მომიტინგეები, ქალები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა იყო ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის, კომაროვის სკოლის მე-10 კლასელი. დილის 3 საათზე კრემლის მითითებით საბჭოთა არმიის სპეცრაზმი შეიჭრა ნიჭბებით, ქიმიური გაზით, მშვიდობიანი ხალხისკენ. 21 ადამიანი დაიღუპა, 427 დაიჭრა, 3500 ქიმიური გაზით მოიწამლა. მათი უმეტესობა ქალები იყვნენ. მოკლეს მშვიდობიანი ადამიანები. მოკლეს მათ ისინი, ვინც სამშობლოს სიყვარულმა გარეთ გაიყვანა. 9 აპრილის ტრაგედიას უმიზნოდ არ ჩაუვლია. ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, იმავე თარიღს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 21 სული, 1 გამარჯვება. ერთი საქართველო. დიდება გმირებს.